სამყაროს ჰაბლისეული გაფართოება. 1928 წლისთვის ედვინ ჰაბლი 22 galaktikas დააგვირდა და აღმოაჩინა, რომ ეს galaktikები გშორდებიან, რადგან მათი ნათების სპექტრული ხაზები წითელ წანაცვლებას უჩვენებდა. ამასთან აღმოჩნდა, რომ რაც უფრო შორსაა galaktika, მისი ჩვენგან დაშორების სიჩქარე v მანძილთან ერთად იმატებს. მან დაადგინა წრფივი დამოკიდებულება galaktikამდე d მანძილსა და მის სხივურ სიჩქარეს შორის. ჰაბლის კანონი v უდრის ho ვარსკვლავი d, სადაც ho წარმოადგენს ჰაბლის მუდმივას. დაკვირვებულ galaktikათა შორის მხოლოდ ადგილობრივი ჯგუფის წევრები ხასიათდებიან ლურჯი წანაცვლებით, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი ძირითადად წითლით. გამოდის, რომ ადგილობრივი ჯგუფის galaktikები ერთმანეთისგან მიემართებიან. ფაქტმა, რომ შორეული galaktikები კიდევ უფრო მაღალი სიჩქარით გშორდებიან, ვიდრე შედარებით ახალი, წამოაყენა თეორია სამყაროს გაფართოების, ან სამყაროს ჰაბლისეული გაფართოების შესახებ, რომელიც პირდაპირ კავშირშია დიდი აფეთქების თეორიასთან. ვაგრძელებ galaktikების სახეობებზე საუბარს და ახლა რამდენიმე მათგანს წარმოვიდგენთ. ესენია ყველაზე შორეული galaktikები და galaktikები აქტიური გულით. ეს უკანასკნელი კი კიდევ 4 ქვეკატეგორიად იყოფა. ყველაზე შორეული galaktikები. ყველაზე შორეული galaktikები დაფიქსირებულია ღუმელის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ეს არე ნაკლები დაბინძურებით გამოირჩევა, როგორც ირმის ნახტომისგან, ასევე საგალაქტიკათ შორისო სივრცისგან. ამ არის დასაკვირვებლად ჰაბლის ტელესკოპის ეგრეთ წოდებული ულტრა ღრმა ველი გამოიყენება. დაკვირვების შედეგად უძველეს galaktikათა გამოსახულება მიიღეს. ჰაბლის ტელესკოპის ეგრეთ წოდებული ულტრა ღრმა ველი საშუალებას იძლევა უშუალოდ დავაკვირდეთ galaktikებს დიდი აფეთქებიდან 400-800 მილიონი წლის შემდგომ პერიოდში. პროტოგალაქტიკა UDFG 39546284 თითქმის 13.5 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. დიდი აფეთქებიდან 380 მილიონი წლის შემდგომ პერიოდში მისი ვარსკვლავური მოსახლეობა სავარაუდოდ სამყაროში პირველი ვარსკვლავებისგან შედგება. galaktikები აქტიური გულით. აქტიურ galaktikებში მათ მიერ გენერირებული ენერგიის უდიდესი ნაწილი ცენტრში მოთავსებულ კომპაქტურ ობიექტზე მოდის. ჩვეულებრივი galaktikების ელექტრომაგნიტური სპექტრი განმცობილია სიხშირეთა 3-5 რიგზე, ხოლო galaktikების აქტიური გულით 15, ზოგჯერ 19 რიგსაც აღწევს. მათი სპექტრი პრაქტიკულად ყველა დიაპაზონშია ხელმისაწვდომი, როგორც გრძელტალღოვანი, ასევე ტერაელექტროვოლტ ფოტონებით დამთავრებული. ჩვეულებრივ galaktikებს ახასიათებთ შთანთქმის ხშირი ხაზები, გამოწვეული მათში არსებული მატერიის მიერ გამოსხივების შთანთქმისგან, მაგრამ აქტიური გულის პატრონი galaktikების ერთ-ერთ ქვეკლასს, ლაცერდიტებს, შთანთქმის ხაზები საერთოდ არ გააჩნიათ.